სტუმარი ამ სტუდიაში და პირველი გოგონა სტუმარი ჩვენ პოდკასტში სალომე. როგორ ახარ სალომე? როგორ ბრძანდები? მადლობა თავად. შენიურად. მადლობა მოწვევისთვის, დაფასებისთვის. როგორ მოგწონს? გახსენებისთვის. ჩვენი Lions Boxing Club-ი. ეგეთი სახელი ძალიან მოწონს მართლა. ძალიან მინდა მქონდეს ბინა ისეთ სივრცეში, სადაც აი ესე დარბაზი, აუზი და ესეთი რაღაცები მექნება. ძალიან კაი კომპლექსია. გადმოდი ჩვენთან. კი, საცხოვრებლად იდეალური არის. ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი ძალიან კარგად და ლამაზად მოწყობილია. კორპუსიდან რო ჩამოიდგენ და შევარდები დარბაზში, ივარჯიშებ ამას რა ჯობია. სალომე, ჩვენ ამ პოდკასტში ძირითადად განვიხილავთ ორთაბრძოლებს, შერეულ ორთაბრძოლებს. რამდენად ადევნებ ჩვენ ჩემპიონებს, ხომ იცი რომ ჩვენ ყავს მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია ჩემპიონები? გეტყვი ხა. ბრძოლებს არ ვადევნებ. იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვუყურო როგორც ჩემს უბოწყალოდ ერთი ადამიანი მეორეს და ასისხლიანებს, მაგრამ როცა ბრძოლებია ჩანიშნული, ყოველთვის ვარ კითხვით ყველასთან, რა ქნეს, მე გულშემატკივრობ და ვამაყობ მათი შედეგებით. კი, ეგ უდიდესი შედეგი არის ორი ქართველი ჩემპიონი არის UFC-ში. UFC ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია MMA-ში და მან ჩემპიონობა არის როგორც უდრის ოლიმპიურ ჩემპიონობას. ამ დღესდღეობით ჩვენ ყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი ჩემპიონი, ეს არის ორი ქართველი. ტენდენცია არის საკმაოდ საინტერესო. კავკასიელები ხდებიან ჩემპიონები. არის ასევე ორი ჩემპიონი დაგესტანიდან. ერთი კვირის წინ გახდა მაგომედ ანკალაევი, მძიმე წონაში ჩემპიონი. შენი აზრით მართლაც ესეთი მაგარი გენეტიკა გვაქვს კავკასიელებს? კავკასიელები ძალიან ძლიერი ხასიათი გვაქვს ფიზიკურობასთან ერთად. აი ხასიათი, გამტანი და ამტანი რა. აი გვაძლევს ყველა შესაძლებლობას. ლაშა ტალახაძე, ლევან საგინაი ძალიან უამრავი ჩემპიონები, რეკორდსმენები, აი ესეთ პატარა მიწაზე. შენ ამდენად დაგეხმარა გენეტიკა? სოფლიო გაგვიცნო, ხო არ გაგვიცნო. შენ წარმატებებში შენ იყავი რაგბში, სამჭიდში, მას რესლინგში, შენი აზრით რა უფრო იყო გადამწყვეტი გენეტიკა შენთვის თუ შრომა? ჩემ შემთხვევაში მე რაღაცა ვერა ვარ კაი ქართველი მე მგონი. რაღაცა ვერ ვიყავი ჯანზე თავიდანვე, მაგრამ თუ მიზნად დაისახავთ, ყველაფერი გამოგივათ. რამთავარია შრომა. შენ მქონდა მიდრეკილება უფრო სიგამხვრისკენ თუ სიგამხვრისკენ? ეგ საინტერესო არის, ვერასოდეს ვერ ვიფიქრებთ. ისეთ ფორმებში ხარ სულ რომ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი. რა იყო შენთვის мотиваცია რომ დაგეწყო ვარჯიში და როდის დაიწყე? მე დავიწყე 2019-ში, როცა ვიყავი 18 წლის სოფლიდან რომ ჩამოვედი თბილისში სასწავლებლად, რაში გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება. ჩემი мотиваცია იყო თავიდან, აი ძალიან ელემენტარული, უბრალოდ წონის მომატება მინდოდა. იმიტომ რომ ძალიან მომწონდა მორაგბე ბიჭები. და ისე რომ მასიანები და რაღაცა იყო, მეც რაღაცა ანუ ბიჭი იყო შენთვის ბიჭები იყო мотиваცია რაგბიზე. ხო, ეგრეც ნუ ვიტყვით, მინდოდა მომატება, კორექტულად. ეგ სალომეს ფანატებმა ჩაიწერეთ, რას კორექტულად უნდა იყოთ დაკავებული. ხო, საინტერესო ფაქტია, მაგრამ ბიჭები კრივით კავდება ორი მიზეზის გამო, ეს არის რომ ვიღაც ცემა და უნდა რომ ისწავლოს ჩხუბი ან გოგოს გამო, ხო, რომ დაიცვას გოგო და იყოს საამაყო ბიჭი. ეგრეც ხდება. შენთვის აი რომ ავიღოთ ეხლა ბოლო წარმატება ეს იყო მას რესლინგში, ხო? შენ გახდი ევროპის ჩემპიონი. რამდენი ხანი ემზადებოდი და მას რესლინგი რატომ აირჩია? აი პრინციპში ლოგიკა რომ მქონდეს ჩვენ მაყურებელს, რატომ სუსტი ლამაზი გოგონა კავდება სამჭიდით, მას რესლინგით და ვიღაცა უნდა მოკლას და წაართვას ბურთი. ანუ რაში არის? გეტყვით საიდუმლო. თავიდანვე ყოველთვის მომწონდა ადამიანში ძლიერება, ანუ ხასიათობრივადაც, ფიზიკურადაც. ეს არის საუბარი კაცები მოგწონდა თუ შენი თავი მოგწონდა? ჩემი თავის, ანუ ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი როგორი ძლიერი, იცი? აი ქუჩაში რომ გაივლი და ყველა რო თვალს გამოგაყოლებს, იმიტომ რომ განსხვავებული ხარ, ანუ ჩვეულებრივ სტანდარტული გოგო არ ხარ დაზი რა. აი ძლიერი მანქანები მიყვარს, ძლიერი კაცები მიყვარს, ძლიერი სპორტები მიყვარს. ხო, ანუ აი წარმოიდგინე მანქანით მიდიხარ, გოგო ისეთი მანქანით, რომ ვერავის ირგვლივ ვერ წარმოუდგენია, რომ იმ მანქანაში შეიძლება გოგო იჯდეს. ანუ ხო ხომ რაღაც ეგეთი მქონდა რა. საკმაოდ ხშირად იცვლი მანქანებს, ხო? რაღაც მომენტში ველოდები, რომ სალომე მოვა ტანკით. რადგანაც ხამერი ეხლა 4x4-ზე ხო, მერსედესი.
კი, ანუ გიყვარს დიდი მანქანები, მიყვარს მანქანები. მასლ კარები და ნასკები ვიცი. ეგეთი ცხოვრების სტილი. რა მაინტერესებს ახლა აი ბიჭებს რომ შევეხეთ, თავისთავად ახლა გოგონებს რომ მკითხო ძირითადად როგორი ბიჭი ხო, ანუ ძლიერი რაღაც მაღალი ძლიერი ბიჭებით, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ მაგას თვითონ გოგონას უნდა რომ იყოს მაღალი და დიდი ბიჭებით, ხო? ამას ხედავ. მე თვითონაც ვიყო ძალიან ძლიერი. ყველა სპორტი მომწონს, ყველა ძალისმიერი სპორტი რა, აი რაგბი, დაჯახება, აი ჯახი როა, ჭიდაობა. ჯახი მომწონს და ჩხუბები რატომ არა? აი ჩხუბი, აი რო ასისხლიანი. სახეს რომ ეხება? ხო, აი სისხლს რო ხედა უკვე და ჭიდაობა? ჭიდაობა მომწონს, კი. მე ვფიქრობ რომ შენთვის შეიძლება გახდეს საინტერესო ჯიუ-ჯიტსუ, რადგანაც ინტელექტი არის საჭირო, ფიზიკა, ანატომიის ცოდნა და რავი მე მინდა შემოგთავაზოთ სადო ეს სპორტი მე გეპატიჟებიჭი. მე ყველაფერს ცდი გაცემა. მე საკმაოდ დიდი მიღწევები მქონდა ჯიუ-ჯიტსუში და დიდი სიამოვნებით გასწავლიდი. უბრალოდ ვფიქრობ რომ შეიძლება ეს შენთვის გახდეს შემდეგი ნაბიჯი და შეხება გქონდეს ორთაბრძოლებთან. რა მაინტერესებს ახლა ბრუტალური გოგო ხარ? ადაგი რთული არის ამის დამალო. ხასიათიც ბრუტალური ვარ. შენ ფონზე რთული არის მამაკაცი რომ არ დაიკარგოს და ანუ ძალიან ბრუტალური უნდა იყოს მაშინ რომ ყველა იკარგება სამწუხაროდ. ყველა იკარგება. ეგეთ ჩაინიშნა ძალმეს ფანატებმა რომ ბრუტალურობა უნდა გაზარდოს. ხო შეიძლება რომ ჩემზე ძლიერი იყო თვინმე კაცთა. შეგიძლია თუ არა ფიზიკურად დაუშვათ, არ ვიტყვი რომ სუსტან ვიცი რომ იტყვი არა, მაგრამ აი ნორმალურთან ატლეტურ ბიჭთან, სადღაც რომელსაც აქვს მაჩვენებლები წაგაში როგორც შენ, ასო მეტი. იცი როგორა, შეიძლება ბიჭი არ იყოს სპორტში, მაგრამ ხასიათობრივად იმდენად ძლიერი და ჩამოყალიბებული პიროვნება იყოს, რომ ანუ არ არის აუცილებელი მართლა რომ შტანგა იქნიოს რა. ეს მე მიყვარს შტანგა და მე მიყვარს ესეთი ვიზუალი თორე ვიღაცები არიან, რომელსაც ახლა ღიპი არ უნდა ქონდეს განმოგდებული. მაგრამ დამეთანხმე რომ თუ ესეთი შინაგანი ის გაქვს მისწრაფება სიძლიერისკენ, შეუძლებელი არის რომ სხეული არა ვარჯიშო. მე რატომღაც მგონია რომ შეუძლებელი არის. ახლა აი ძალა თუ გერჩის ხო, ან რაღაც სუდით დაკავდები, ან სპორტით დაკავდები. ხო, ეგეც არის. სამი ეგ ორი ვარიანტია, ზოგი გარეთსებს ხალხს, ან კაი ბიჭოს და ყველას ურტყავს და იმას ჩუჩხუბები და თემები აქვს. ზოგი კიდე დარბაზში ხარჯავს ამ ენერგიას რა. სპეციალურად შენი ფანატებისთვის სამი კრიტერია, რომელიც არის მნიშვნელოვანი კაცში, შენთვის. შრომელი ერთი თითი მოუღუნეთ. ყურადღებიანი. ორი თითი მოუღუნეთ. მიზან დასახული. სამი თითი მოუღუნეთ. მე დამიწერეთ მაგრამ შეიძლება ბევრი კიდე რაღაც იყოს, მაგრამ ეს სპონტანურად არ ეს არის მნიშვნელოვანი სამზე გვაქვს საუბარი. შენი აზრით რა სპორტით უნდა იყოს დაკავებული, რა სპორტის წარმომადგენლები მოგწონს? ძლიერი სპორტის. ძლიერი სპორტი. ხო, ან ნახე როგორა ისე ვერ ვიტყვი რა, შეიძლება ან ფეხბურთი არ მიყვარს, საერთოდ არ მიყვარს ფეხბურთი, არც უყურებ, არც ფეხბურთელები მიზიდავ საერთოდ, მაგრამ შეიძლება ადამიანი იმდენად მომეწონა ფეხბურთელს გულ დაწყდებოდა. კატიშოს ამ ვიდეოს. ფეხბურთელს არც მოსწონს ჩვენ არის ბრუტალური გოგონები. აი უბრალოდ დაკვირვებული ხარ, სხვათაშ მე დაკვირვებული ვარ, რომ აი ფეხბურთელებს იმენა რა, ყველას ძალიან გამხდარი ნაზი და ისეთი ცოლები და მე ვიხუბრებ რომ ფეხბურთელებს მოსწონს ფეხბურთელები თქო. მაგრამ ეს არის ხუმრობა. ეს არის ხუმრობა. იყო ესეთი გადაობა რომ ვის მოწონს ძალიან დაკუნთული ბრუტალური ბიჭებია და ძალიან დაკუნთული ბრუტალური ბიჭებს ვინც აფასებს ხო ანუ ძალიან მაგარი ზურგი გაქვს ახლა ეგეთი ძალიან მაგარი და გამოკვეთილი უკანადელი და შეაფასებს მარტო შენი ძმაკაცი ხო მე და ძმაკაცი სავარაუდოდ და ეგ გადაობა არის კი გოგონებისთვის რა სპორტს თვლი შენ საინტერესოდ მისაღებს? ძალიან მომწონს გოგო რაგბში და გოგო ძიუდოში. ძიუდოში. საინტერესო არის ჯუდოისტები, ანუ ადევნებ შენ თვალს გოგონების გამოსვლებს ჯუდოში კი ეგ საინტერესო არის. შეიძლება ვერ ვახერხებ ჩემი მოუცველობიდან გამოდიარე, მაგრამ აი მომწონს, სადაც მიყურებია, რაც მინახავს გოგო ძიუდოში, ძალიან მომწონს რა, აი ამაზი სპორტია, ძალიან ჭკვიანი სპორტია, აი ჩემთვის ძიუდო არის. ფილოსოფია სპორტი რა. აი ჭადრაკივის სპორტია. რომ აი სულ ფიქრი ის კი არა რომ აი ჯანი გაგდავსიო ერევი რა, აი მორევაზე არა, ჭკვიანი უნდა იყო რომ ძიუდო მოიგო რა. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, ინტელექტს ითხოვს თანსათმაოდ მაღალს.
ჩვენ შევეხეთ სპორტს და მინდა შევეხო ასევე შენ მეორე მიმართულებას, რომელიც არის დღესდღეობის ძირითადი, ეს არის მწვრთნელობა. რამდენი წელია რაცა ვარჯიშებ, თუ გაქვს უფრო ბიზნეს მიზნები გაქვს, თუ გაქვს ამბიცია, რომ რაღაც სპორტსმენი გაზარდო, სპორტსმენებთან იმუშაო. როგორი არის შენი მიმართულება? ეხლა მე 5 წელია რაც ვავარჯიშებ ხალხს, რაც ტრეინერი ვარ, ტრაილერი ვარ. ანუ ჩემი მიზანი უფრო არის, რომ ხალხი აი ჩავრთო სპორტში რა. ვინც უკვე ჩართულია, უნდა და მონდომებულია და ვარჯიშობს და რაღაც, ხო, რა თქმა უნდა, ეგეთებსაც ვავარჯიშებ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინც გონზე არ არის სპორტის, არც არასდროს არ უფიქრია, ეგეთი ჩამოვიტირო და ეს პროპაგანდა გავწიო სპორტის რა. ანუ შევაყვარო და გავუშვა, აი მერცხალი რო ფრენას ასწავლის და გაუშვებს თავის ბარყავს, აი ეგრე რა, მინდა რომ ყველა შევაყვარო, აი დამწყებებზე მინდა ვიმუშაო რა, მგონია რომ აი მე რო შემიძლია იმას სპორტი შევაყვარო, ისე სხვას არ შეუძლია რა. ვფიქრობ, შენი სახით შეგვიძლია თქვა რომ იდეალური მწვრთნელის აღწერა, რადგან შენაძლევ მოტივაციას, ფლობ სწორ და საჭირო ინფორმაციას იმისთვის რომ მიცეს შედეგი და მესამე აუცილებელი მომენტი შენ გიждები და გიყვარს ეს საქმე. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობ რომ ფიტნესი და სპორტი არ არის რითი შეიძლება რომ დაკავებულიყავი? აი რომ გამოვრიცხოთ რომ არ არსებობს სპორტი რითი შეიძლება? სად წაიღებდი ამ ენერგიას და ენთუზიაზმს? აი მე არ ვიცი. ანუ შეიძლება ცეკვა უფრო. ცეკვა. ანუ რაღაც ანუ შენი გამოხატვა ხო შენი სულიერის მაინც ფიზიკაში არის. მაინც ფიზიკურში არის. ეგ საინტერესო არის. რადგანაც მუსიკა მიყვარს, მაგრამ ანუ არც მენა მაქვს რა არც ხმა, ამიტომ ხუმაძი ვარ ჩემთვის. მე ესეთი აზრის ვარ რომ სპორტი არის ხელოვნება, რატომ? ადამიანი გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს აქვს ამისთვის რამოდენიმე საშუალება, ხო? სიმღერა ხატვა, ანუ გამოხატავს. ასევე ეს არის სპორტი, რადგან სპორტითაც გამოხატავს თავის ხასიათს, თავის აზრებს, თავის რაღაც ძალას, ხო, რომელიც უნდა აჩვენოს და რის მეშვეობითაც თანაც იხვეწება თვითონ. არსებობს საკმაოდ საინტერესო მიმართულებები სპორტის, ეს არის სროლა იარაღიდან, ხო, აი გლუვლიანი იარაღით რო თებშებს ესვრიან, სტენდური სროლა. არსებობს აი შვილისარიდან რომ ისვრიან, მე რატომ ვიხსენებ ამ სპორტს? მე დავიწყე მწვრთნელობა, ვავარჯიშებ ოლიმპიურ ნაკრებს თან მოვარჯიშეების და ეს ყველაფერი ხდება დიღომში, ოლიმპიურ სოფელში და სადაც პარალელურად ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ფარიკაობაში, ვარჯიშობენ სირბილში, ხატრული ტანმოვარჯიშეები, ბატულზე მოხტუნავები და მივხვდი რომ აბსოლუტურად ბევრი სახეობა არის, რომელთანაც შეხება არ მქონია. ჩემთვის ახლა სპორტი არის ორი მიმართულება, ხო, ეს ან ჩხუბი, ან სიმძიმის აწევა. და არსებობს კიდევ ბევრი სხვა. პარაშუტიზმიც არსებობს, როდესაც ხდებიან ფიგურებს აკეთებენ. შენი აზრით, რა შეიძლება იყოს შენთვის საინტერესო და თუ არის ესეთი მიმართულებები, რომელიც ძალას არ შეეხება, მაგრამ სპორტში არის. მე მინდა ვისწავლო ჯირით. ჯირით. მე ჯირით ძალიან მომწონს. და იარაღიც როლს მომწონს ფათაშორის. რატო არა? იარ ბრუტალურად გადაგიგებდი. შეგარ ყველაზე ბრუტალური გოგო, რომელსაც მე ვიცნობ. დიდი მანქანები, სიმძიმეები და იარი. ჰამერი, კალაშნიკოვი, რაღაცა ეს გადამოდგები და კუნთები როგორ კიდეზე. როგორ ბიჭად დაუბადებულიყავი, რაღაც აერია დიდ ბუნებას არ ვიცი. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი და ლამაზი გოგოდან დაიბადე და რა მაინტერესებს, აი ესეთ ბრუტალურ ფონზე შენი აზრით როგორი უნდა იყოს შენი ბიჭი რომ არ დაიკარგოს? რთული არის. ბრუტალურობა ძალიან მაღალი უნდა, ეს ვინ უნდა იყოს? ეს ვინ უნდა იყოს? ეს უნდა ის იყოს. ეგ რაღაც განგსტერი გამიგოს და ვიღაც განგსტერი უნდა იყოს. აუცილებელი არის რომ ბიჭი იყოს ფიზიკურად ძლიერი. ხო. ფიზიკურად ძლიერი აუცილებელი არ არის. აი ხასიათობრივად უნდა იყოს, რა ძია, აი ყველაფრის გაკეთება რომ აი რაღაც დარეკა და მოვაგვარებ და всё მოვაგვარებ. ვიტყვის მოვაგვარებო და ვერ მოვა. ხო, არა, ეგ საშინელება. და ან კიდევ საერთოდ რო არც გეუბნება. უი რა ცუდია. რა ცუდია, წადი მომიგვარე. ეგეთი
მოდიო. просто არის ანუ ტიპაჟები, რომელიც უბრალოდ გაგიგებენ, ხო? მოგისმენს. ეს ფსიქოლოგი. ხო, რაღაც გამიფუჭტო უიცუდი არის. აი მანქანა დავამტვრიე რა, რაღაცა შევეჯახდა. აუ, ხوار ხადავ ძალიან. აი, დამეჯახენა შემაგინე რა რა. სათხარ კაცო და რომ მოდის ეგრევე და მომის გასაღებად მიყავს და ცენტრიდან გამოყავ ჩვენი ლამაზი. კი, პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი არის კაცმა, რომ აიღოს თავის ხო, დავანახოს, რომ ჩემს ცხოვრებაში ძლიერი რომ არსებობს შენ ცხოვრებაში, კი. რომ ჩემზე ძლიერია, მე ხო თავი ქალად უნდა ვიგრძნო ეხლა. მე თუ იგეთ მომესახურე და მე გავუკეთე ის მანქანა და მე შევძვერი კლუჩები ძალა. ეს ჩვენ ძალკე მართულება როგორი ბიჭი მოწონს სალომეს ვაყალიბებთ ამ იდეალურ ნახატს, ხო, როგორი უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს. ძალიან საინტერესო არის, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად აზროვნებ. მინდა ფიტნეს დაუბრუნდე. რამდენი წელია შენ რაც ავარჯიშებ უკვე? 5 წელიწადი არის, რაც ავარჯიშებ. ალბათ ახლა რო ვკითხო რომ რამდენი მოსწავლემ გაიარა, ალბათ უამრავმა გაუმდინარე შენი მუშაობის გრაფიკის, სალომე მუშაობს სულ. 24/7-ზე სალომე კი ვარ, მაგრამ ვირივით მუშაობ. ანუ უფრო მარტივია თქვა, როდის არ მუშაობს სალომე, ვიდრე მოყვეთ როდის მუშაობს. ეგ უფრო მარტივი იქნება. საერთოდ არ მძინა, ერთ-ერთი დასაძინებლად მივიდივარ ხოლმე სახლში. რამდენი დარბაზი გამოიცვალე? თუ სტაბილური ხარ და დარბაზი, აიცი რა, ძირითადად ეხლა სადაც ვარ, ამ კომპანიაში ვარ უკვე მე-4 წელია. რა, შეგვიძლია გითხრა რა ფიტნეს დარბაზი არის, გავუკეთო რეკლამა. 5 ფილიალი, ამ ეტაპზე მე მუშაობ ვარკეთილის ფილიალში. გვაქვს დიღომში, ვარკეთილში 3 ფილიალი, გვაქვს ვაზისუბანში, პროსპექტზე, ყველგან. სადაც თქვენ მოგესურვება, ჩვენ ყველგან ვართ. და შენ ავარჯიშებ კონკრეტულად? მე კონკრეტულად ვავარჯიშებ ვარკეთილში, ვაზისუბანის რესტორანს, აი სამინისტროსთან, თუ იცით, ეგ ადგილი მანდ. შენი ფიტნეს ვაზისუბანი ესე ქვია ჩემს დარბაზთან. პროფიტნეს ვაზისუბანი. კი, ძალიან საყვარელი დარბაზია მოგზანდით. მოგზანდით სალომესთან. ყველას დაგეხმაროთ. ხათაშორის მინდა ხალხს მივმართო ეხლა ეს ვისარგებლო მომენტით, რომ ვისაც პერსონალური ტრენერის აყვანის საშუალება არ გაქვთ ამ ეტაპისთვის, ჩემს დარბაზში მოდით და პირველად კონსულტაციას ყველას გაგიწევთ, ყველას დაგეხმარებით და შეგასწავლით, როგორ ივარჯიშოთ ამა თუ იმ ტრენაჟორზე. და აი ყველაფერს რა დაწყებით, რაც ეხება, ყველაფერში კონსულტაციას გაგიწევთ. მეტი რა ვქნა. მეტი რა გავაკეთო. მნიშვნელოვანი არის, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ დაიწყოთ ვარჯიშის სპეციალისტთან, სწორი ინფორმაციით, სწორი მიდგომით, თქვენ თუ დაიწყებთ თქვენი გზის გავყოლოს, ეს მომდებით 10 წელი და 20 წელიწადი. ამიტომ ჩემი მიდგომაც ესეთი არის, მე მიმართავ იმ ადამიანს, იმ სპეციალისტს, ვინც ამაში ერკვევა, ჩემზე უკეთესად და თავისთავად ვიღებ შედეგს. შენ თუ გქონია აი ზოგი სპორტსმენი, ახლა მოკრივეებზე მაგ საუბარი მოჭიდავეებზე, არიან ესეთი ოცნებით, რომ აი ოლიმპიადაზე მინდა მოვხვდეო. შენთვის სპორტული ამბიცია რაში არის ახლა? ჯერჯერობით, რაღაც აი კონკრეტულ სპორტში ამბიცია არ მაქვს. ამ ეტაპზე ჯერ ვანვითარებ ჩემს ფიტნეს სივრცეს. მინდა განვითარება, მინდა უფრო გავიღრმაო ცოდნა. მაგალითად, ახლა ვიწყებ ნუტრიციოლოგიის სიღრმისეულად შესწავლას, რაც აშკარად მაკლია და უგრძნობ ამ ნაკლებობას. აქამდე არის სწავლობდა საქართველოში, ბოლო 1 წელია გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც მართლა რაღაც იციან. და გამოვიყენო ეს შანსი და მეტად გავიღრმაო ჩემი ცოდნა. ძალიან მაინტერესებს ნუტრიციოლოგია, აი ძალიან ჯერ საკუთარ თავზე მინდა ყველაფერი გამოვცადო. არის რაიმე სიახლეების, აი რაც შენ ასე ვთქვათ, უკვე გამოიყენე პრაქტიკაში, გამომდინარე აი სწავლის. რა თქმა უნდა. რომ გითხრა რა არის ესე დავუშვათ. ახლა მე მქონდა რაღაც ჩავარდნები შესაბამისად დავკარგე ვიზუალურ დისციპლინას რო არ მქონდა, რასაც მინდოდა იმას ჭავდი, როცა მინდოდა მასში ვარჯიშობდი ეგეთი პერიოდი და ნუ ახლა ნენელა სწავლაც და ვიწყე სწავლის შესაბამისად კვებასაც ვიცავ 6 კილო დავიკელე ეგრე არ მიყოლოდ ხო აბა და ნენელა უკვე ვატყობ შედეგებს საკუთარ თავს რა. და ნახოთ რა როგორ იქნება. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს ვასწავლიყო დამაცადეთ. მე მინდა ვისაუბრო ექსპერიმენტებზე, რომელსაც პირადად მე ვატარებდი და კვებაში. აი დაუშვათ მე გამომიცდია, ვიყავ ვეგეტარიანელი, წელიწად ნახევარი, უბრალოდ უბრალოდ ხორცის გარ, ჩიჩის გარ. ჩიჩის გარ სალომეთან გასაცნობად. არ მოხვიდეთ. აი დაპატიჟეთ სტეიქ ჰაუსში.
აუცილებლად. ვეგანობა მიცდია. მიცდია ვეგანობაზე უარესი ეს არის, ოდესაც ჭამ მხოლოდ საჭმელს, რომელიც არ არის ტემპერატურულად დამუშავებული, ანუ არ შეიძლება მოხარშული შემწვარი, მიცდია. არის ესეთი მართულება, უბრალოდ არ ვიცი ქართულად როგორი სახელი აქვს, მაგრამ არის. ანუ დაუშვოთ ციციბურას კი არ ხარშავ, ალბობ წყალში და მისე ჭამ. 3 თვე ვიყავი ამაზე დავიტანჯე, უბრალოდ მაინტერესებს. რასაყვარელია იგივე 3 თვე ვიყავი ამაზე დავიტანჯე, აღარ მინდოდა არაფერი, მაგრამ რომ გითხრა ხო, აი რომ გაგიზიარო, რა გამოცდილება მოიტანა. ვეგეტარიანობა, ვეგანობა არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. უამრავი რაღაც ქრონიკული კუნთის ტკივილი იყო, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი, ეს ყველაფერი გააქრო. და ჯანმრთელობისთვის ფიქრობ პერიოდულად ესეთი მარხვა სასარგებლო არის, ჩემი აზრით, სასარგებლო არის, მაგრამ რა უკუჩვენება აქვს ვეგანობას, ოდესაც საუბარი გვაქვს 6 თვეზე და წელიწადზე. კაცის ხასიათზე საკმაოდ მოქმედებს, რადგანაც ოდესაც ხორცს არ ვჭამთ, ტესტესტერონზეც მოქმედებს. არ მიეწოდება ამინომჟავების საჭირო პრაქტიკაზე რა შევატყვე. ხორცს ვჭამდა, მაინც ვერ ვაწვდი საჭიროს და წარმოვიდგინე ხორცი რო ამოვიღო, რა მოხდება? კუნთოვანი მასა შემეცვალა სტრუქტურა, იც როგორ იყო, არ იპამპებოდა კუნთები. მაშინ მე უფრო ვიყავი წონებთან მუშაობდი, ვიყავი 110 კილო, მაგრამ ხორცს რო ჭამ, აზოტს შეიცავს დიდი რაოდენობით, არგინი, ანუ ისეთი კომპონენტები, ამინომჟავები, რომელიც როგორ გითხრათ, აი იპამპება. რა ბენტი ჟანგბადი არის, ბენტი წითელი ერითროციტები არის უფრო მეტი სისხლში და იპამპები. როდესაც ვეგანი ხარ და ეგ საუბარი არის 6 თვეზე და 8 თვეზე და ესე შემდეგ, ხელი აღარ იპამპება. ანუ რა ხდება? როდესაც ბევრჯერ აკეთებ გამეორებას, რაღაც მომენტში просто ხელი ითიშება. ანუ არ არის ესეთი შეგრძნება, რომ აი დაიბერა. ეს დაბერილობა ქრება. არა და იქ მევასება ვარ. დიდი რაოდენობით წყალი გადის, ხორცს მივხვდი, რომ დრძიანი იკავებს ძალიან ბევრ წყალს, ანუ წყალი თითქმის ზედმეტი აღარ არის ორგანიზმში, უფრო ნაკლებად გძინავს, ანუ თუ საჭირო იყვადრე 8 საათი, ახლა უკვე 5 საათი გძინავს, დილით ადრე იგუზებ უფრო. მაგრამ აგრესია იკარგება კაცს. რაღაც მომენტში კეთრი უბრალოდ გადაობა იყო. მე თვეები ხო არ მოუშვი ეს კარით. ბოლოს. მე დრედებს იკეთებდნენ და იცნო იმას ბალახონს და დაგეთა ბომბარდივით. ანუ რაღაც მომენტში დავიჭრე ჩემი თავი, როდესაც მე ვარჯიშობდი მაშინ რუსეთში და სპარინგები მქონდა MMA-ში. ანუ და ეს კაცი წავაქცია და ურტყამდი რა და ეხლა თავისთავად რო სპარინგობ რაღაც აზარტში ხარ, ხო ხტები არ მოარტყა ის და ამ ვეგანობის გამო ეს აზარტი არ მქონდა აბსოლუტურად. იცი როგორი მომენტი იყო? შევა დააკელი ხო? კაცი ესე მეჭირა, ეს ურტყამდი და თავში კლასიკური მუსიკა რო უკრავს, ხო იცი? შეგრძნება რო არ გაქვს, ხო ხტები. პროსტა რაღაც მომენტში დავი რატო ურტყამდი ხო რაღაც დავფიქრდი. ანუ ამ იმას აზარტს კარგავ, აი რაც კაცს უნდა ქონდეს, ხო ხტები? აი ბიზნესის მხრივ რაღაც შიმშილი უნდა ქონდეს. ამ ეს კაცებელი აღარ ახარ ხტები ძალიან ესეთი მშვიდობა და რა ვიცი ყველაფერი მედიტაციები და ესე შემდეგ. ვფიქრობ ეს კარგი არის, მაგრამ ალბათ 70 წელს რო ვიქნები, მე აუცილებლად გადავალ. ეგ უბრალოდ კვებაზე რომ ვისაუბრეთ, მიცდია აი მხოლოდ ცილებზე ყოფილი ვარ 3 თვე, ძალიან გამომაშრო. კეტო დიეტაზეც ყოფილი ვარ, ანუ როდესაც ცხიმებს ვჭამდი, მიცდია, შიმშილობაც მიცდია, ყველაზე დიდი ხანი ალბათ 4 დღე ყოფილა რომ ну წყლით ოღონდ წყალს ვამდი. 4 დღე? 4 საათი ვერ ძო ეხა ფიქრია რომ დავამთავრებ საუბარს. აი როდესაც ჩვენ გვექნება დრო და ვისაუბრებთ კვებაზე და დიეტოლოგიაზე, რომელსაც მე სწავლობდი. აი კურსს რა გავივლე მე დავსხდეთ და ერთი პოდკასტი. უამრავი დიეტები, რომელიც მე გამოვცადე, დავტანჯე ორგანიზმი ზოგჯერ წყლის გარეშე, ზოგჯერ ცილების გარეშე, ზოგჯერ ნახშირწყლების გარეშე და ამან მომიტანა ძალიან დიდი გამოცდილება. მე ვფიქრობ რომ ესეთი უпростоრად ესე ვიტყვი რომ ყველაზე სწორი აღწერა კვების არის ეგეთი რომ საჭმელი არის საჭმელს უნდა შეხედოთ როგორც ესეთი ერთ-ერთი ხერხი რომელიც ქმნის თქვენს სხეულს ანუ თქვენ რასაც ჭამთ იმით იწყობა თქვენი სხეული გამომდინარე თქვენი მიზნე ანუ არ არსებობს სწორი კვება და არასწორი გამომდინარე მიზნების კიდევ სწრაფად ირბინოთ კიდევ უფრო მეტი იაზროვნოთ კოსმოსში გაფრნა გინდათ ანუ გამომდინარე მიზნების უნდა აწყოთ კვება. კვება აშენებს სხეულს. კიდე აი რაც სპორტს შეეხება ფიტნეს, რაც უფრო პროფესიონალებში გადადიხარ, უფრო მნიშვნელოვანი ხდება კვება. აი სულ 10 ჯერი ვარჯიშობ დღეში და კვება არ შეინარჩუნო, ვიზუალი თქვენ არ გექნებათ, ხო ეგ ფაქტი არის. სალომე, როგორი გეგმები გაქვს შენთვის ახლა მე როგორც მივხვდი, შენ ალბათ გექნება გეგმაში თავისი დარბაზი მომავალში. უფრო ამისკენ მიდიხარ, ხო ესე ვფიქრობ? კი, აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ
აი არ მინდა სიმართლე გითხრა იხაც მაქვს შესაძლებლობა რომ უბრალოდ სტანდარტული დარბაზი გავხსნა. ანუ როგორც ყველა როგორი გინდა? მე ბრუტალური. მე რო გავხსნი დარბაზს, ანუ სამყარო უნდა გაიგოს. და იმის მსგავსი საქართველოში არ უნდა იყოს რა. ეგ მომწონს შენი მიდგომა. დიდი და მასშტაბური უნდა იყოს რა. 5000 კვადრატზე გადაჭიმული. ეხლა თუ გაგიხარდება ჩვენ პატარა დარბაზშიც გეკეპატიში. თლამას ვერ ყვირივარ ეხლა, მაგრამ პატარა აუზის გვაქვს რა. ერთი სახეობის ტრენაჟორი, რომ მინიმუმ 5 იდგეს დარბაზში, აი ხელა დარბაზში. ბილიკი 20. 20 ბილიკი რა არის? 50 ან 100 ბილიკი რატო არა? აი რა სალონები გაიხსნა ისიც. სალონე აშენებს ქალაქს. სპონსორები, ინვესტორები აუცილებლად დაგვიყვანს. აუ კალიფორნიაში რო გაიხსნა უზარმაზარი ყველაზე გიგანტი დარბაზი. არ ვიცი, გამომჭერდა. 200 ბილიკია. 200 ბილიკი. აცი გზა გაიკეთებია. აი შენ. ანუ ძალიან დიდია უზარმაზარი, აი ეგეთი სოცნება მაქვს რა. დიდი მოგწონს აი ხორციანი. აი მინიმუმ 5000 რეგისტრაცია რო იქნება დარბაზში. სხვა შორის საინტერესო მომენტს დავაკვირდი რომ ევროპაში, რუსეთში, ამერიკაშიც გაცილებით აბონემენტები ღირს ნაკლები, ვიდრე საქართველოში. $10 ღირს ამერიკაში. მე მაყურებელს მე შევახსენებ რომ ანუ მე ცხოვრობდი ბავშვობიდან რუსეთში და როდესაც საქართველოში გადმოვედი, ანუ ამ პერიოდისთვის, როდესაც გადმოვედი, მე 5 წელიწადი რაც საქართველოში ვარ, მე მუშაობდი მოსკოვის საუკეთესო კლუბებში და ძალიან მაღალი დონე არის იქ. ანუ აი რაც შეგიძლია რომ წარმოიდგინო და არ წარმოიდგინო, ყველაფერი არის. ეგეთი დარბაზები არის და მე ყველა საუკეთესოებში, 70%-ში ვარ ან ნამყოფი, ან ნამუშევარი მაქვს, ან რაღაც ჩხუბი ჩატარებული და ესე შემდეგ. მაგრამ პირველად ცხოვრებაში რომ ჩამოვედი საბურთალოზე, აღმოვაჩინე, არ დავასახელებ, მაგრამ საბურთალოს 71 არის, ვაჯაბშაველას გამზირ 71, ეს დარბაზი ახლა შეიცვალა. პირველად ცხოვრებაში ვნახე რომ დარბაზი ღირდეს 4500 ლარი წელიწადი. 4500 ლარი წელიწადი მე არ მინახავს არსად. ეხლა 4500 ლარი ღირდა წლიური აბონემენტი. იყო პატარა ფიტნეს დარბაზი, დიდი აუზი. და დავფიქრდი. ხო არ დავტოვო ეს სფერო. 4500 ლარი, ანუ ხო, აი საიდან იქნება ეს ფასები საქართველოში ჩემთვის წარმოუდგენელი. ხათაშორის ბევრი დარბაზია, რომელიც ძალიან ძვირია შესვლა. კი, აი თვიურები შენ დარბაზში რა ღირს აბონემენტი თვიური? 80 ლარი. აი ადამიანური მიდგომა. მოგეთ ეს 80 ლარი ღირს, აი ულიმიტ $80 იხდი და ეგეთი თემაა და ისე 60 ლარი სულ აქციები. მისაღები არის. ეგ მშვენიერი სწორი ფასია. ყველაფერი შედის ჯგუფური ვარჯიშების, რაც გვაქვს დარბაზში ტარდება ყველაფერი. პოლიტიკა, სწორი ბიზნეს პოლიტიკა, ჩემი აზრით, ფიტნესის უნდა იყოს ესეთი, რომ მეტი მომხმარებელი დაბალი ფასის აბონემენტის ხარჯზე, მაგრამ ძირითადი შემოსავალი პერსონალური ვარჯიშებით, რაც ხდება ხარისხიანი მწვრთნელებით. ანუ ეს როგორც იქმნება და საქართველოში ეს არც თუ ისე დიდი ხანია, რაც შეიცვალა. იმიტომ რომ ადრე იყო პოლიტიკა 3000-4500 ლარი აბონემენტი და დალჩე გააკეთე რაც გინდა. და მწვრთნელები ძირითადად დადიოდნენ აი როგორ მეზობლის ბავშვები ხო ხდები, ანუ არ იცოდნენ რა გაეკეთებიათ, რატომღაც ყველას ეგონა რომ ეს შედიოდა ფასში. რადგანაც გადაიხადა უკვე 4000 ლარი წელიწადში. კი, ეგეთი მომენტი არის. შენი აზრით რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიას? თუ უკვირდები, ტენდენციებს თუ უკვირდები? მე რო დავიწყე, სად იყო ხალხი? ანუ მე რო დავიწყე. კი. ფიტნესი მაშინ იყო, რა საძებარი დარბა, 2-3 დარბაზი იყო, მე რაც ვიცი რა. არც ხალხი იყო მაშინ ეხლა ჭედვა, ან თუნდაც ჩემი დარბაზი რო ავიღო, ჩემი დარბაზის ირგვლივ, აი ფეხით სავალ მანძილზე, მანქანას არ ფეხით სავალ მანძილზე, აი 5 წუთის სავალ მანძილზე, არის ალბათ ერთი 10 დარბაზი. და ჩემი დარბაზი მაინც გატენილია. მარტო ჩემი არის ის 10-იც, ანუ ხალხი მასიურად არის ჩართული და ძალიან მომწონს, ანუ იმდენად უცებ გატრენდა ეს ვარჯიში, რომ გამოვშტერდი მეთქი რა ხდება. ადგილები აღარ არის დარბაზში და ძალიან მომწონს. ყველა სპორტში ემება. ძალიან კარგი. ტენდენცია მსოფლიოში ტენდენციებს თუ უკვირდები ფიტნესში. კროსფიტი უკვე ტრენდი აღარ არის, ეს მაგრამ იყო საკმაოდ ტრენდი. რატომღაც კრივზე გადავიდა და ორთაბრძოლებზე, ჩემი აზრით.
კი, ეგეც არის. უფრო მეტი სტუდიები გაიხსნა, აი კრივის და ჯგუფურების მიმართულებით. კი, ჯგუფური ვარჯიშებიც კარგად მიდის. და ეს ცეკვები და რაღაცები, სხვათა კი, შენ მიყავს ვიცი. და ეს კი, აბა. კი, სწორედ მიყავს ვნახულობ. სტეპ კლასი, ვისაც გინდა. გაცეკვებ, გახტუნავებ, დაგაკლებინებ ისა. კი, მინდა ერთ საინტერესო უფრო საგადაო თემა შევეხო, ეს არის ტიპაჟები, რომელიც დარბაზში შეგვიძლია დავინახოთ. გამოცდილება მაგდა უამრავ დარბაზში ვარ ნამუშევარი, სადაც შემჩნევია რატომღაც რაღაც შაბლონური ადამიანები, აი შეიძლება შენს მიხვდები რაზე მაქვს საუბარი, აი დაუშვათ არის ესეთი ტიპაჟი მოკრივე, მოდი მოკრივეს დავარქმევ, როდესაც ყველა მშვიდად ვარჯიშობს, ხო? დამოვირო დაყვება და იბრძვის ხო? და ეს გადახრებს რომ აკეთებს, რაღაც იცავს თავს, ო ან უბრალოდ ხო იცი ქალი ეს თავისთვის ვარჯიშობს, რაღაცას აკეთებს, პრესს აკეთებს და ეს რო გვერდზე დადის. ეგეთი. ალბათ შენ დარბაზშიც იყო ესეთი. კი, როგორ არის? მეორე ეს არის აუცილებლად რაღაც სპორტულები დახურული, ძალიან გამხდარი ბიჭი იქნება ან ტიპი რომელიც ფორმაში არ არის, მაგრამ რომელიც ნებისმიერ სასწავლის როგორ კეთდება ვარჯიში ამდენი მისვლა და როგორ უნდა იკვებოს, ეგეთი ტიპაჟი არსებობს. არსებობს ტიპაჟი, რომელიც ხშირად შემჩნევს, ეს ბაბუები, რომელიც დადიან შორტიკებში, თეთრი მაისური აცვიათ და ნებისმიერ ბლინი იქნება ეს, ანტელა იქნება, როგორც გირას ის აგდებენ. ზემოთ ან რაღაც საბჭოთა კავშირის კლასიკური მოძრაობებს აკეთებენ ნებისმიერ ტრენაჟორზე აკეთებენ კლასიკურ მოძრაობებს. ტიპაჟი კიდე რომელიც მახსენდება ეს არის ბიჭი რომელიც პირველად არის მოსული დარბაზში და სავარაუდოდ ინტერნეტში აქვს ნანახი როგორ უნდა გააკეთოს. ძალიან საყვარლებია. წელავენ რაღაც გვერდულად. აი ეგეთის დახმარება მყავს ძალიან. კი, ეხმარება. მე ძირითადად ვაკვირდებოდი დაჭრინდავს თუ არა შტაგად მე როგორ მივიდიოდი. აი ბოროტი ხარ. კი, ეგ მახასიათებს. უბრალოდ ხო, საგადაო არის ეს რომ ხედავ ეგეთ ტიპაჟებს დარბაზში ძალიან საგადაო არის. საქართველოს შემჩნევა ტიპაჟი, რომელსაც ის ხავს, ნათესავი ყავს ოლიმპიური ჩემპიონი. ანუ ვიღაცის ნათესავი, რომელიც არის ოლიმპიური ჩემპიონი. ხშირად. სალომე, რა გეგმები გაქვს რომ გაგვიზიარო სპორტში, შენს საქმიანობაში, რამოდენიმე სიტყვა რო გითხრა? მეტი ცოდნავს, სხვა ჯერჯერობით მიზნად არაფერი არ მაქვს, მინდა რომ მაქსიმალურად, ზოგადად მაქსიმალისტი ვარ. თუ აქამდე არ აღმინიშნავს, მინდა რომ მაქსიმალურად ყველაფერში გავერკვე. თქვი როგორც თქვი ნუტრიციოლოგია მაინტერესებს და შესაბამისად მაქსიმალურად ეხა აქით ვარ გადართული რომ ნუტრიციოლოგია შევისწავლო თავიდან ბოლომდე და ნუტრიციოლოგია ისეთი რაღაცაა რომ აი ისწავლო და მორჩე არა რა ყოველ ეტაპზე იცვლება 10 წლის წინ რომ რაღაც იყო დადგენილი და რაღაც სწორი იყო დღეს უკვე არასწორია დღეს სხვანაირად ხდება ყველაფერი და სხვა რაღაცები გამოიკვლიეს სხვა დასკვნები დადეს და სხვანაირად მუშაობს თურმე ის რაც 10 წელს წინ სხვანაირად მუშაობდა შესაბამისად ნუტრიციოლოგია ისეთი რაღაცა სულ უნდა სწავლობდე რა სულ მაგრამ ეხა მე მაკლია აშკარად მაკლია ჩემს სფეროში ნუტრიციოლოგია და მინდა სალომე მინდა აღნიშნო რომ მე აი აქტუალებული ვარ იმ მიდგომით რომელიც შენ გაქვს საქმეში სპორტის მიმართ რომ მზადხარ რომ ისწავლო და ძალიან მონდომებული ხარ ამაში და ძალიან შრომა მოყვარული ხარ მე მინდა გისურვო წარმატებები შენ სპორტშიც, ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც. დიდი მადლობა რომ მობრძანდით დღეს ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა მოგიწვიო აი დაგაძარებ და გაყურებიებ რომელიღაც UFC-ს ჩხუბს და მე განვიხილოთ. უბრალოდ მაინტერესებს. გავხილე რომ ძალიან არ უტყალე. უბრალოდ მაინტერესებს აი შენ როგორ აღითქვამ, აი დავუშვათ ბოჭი დავეჯობია, მოკრივე ჯობია, აი შენი შეხედულება ბოჭი დავეჯობია, ესა ჩაინიშნა. ჩაი. და უცილებლად გავიხილე. ფურცლებიც ხარ და წიჭკავთ. ფიქრობ რომ უამრავი ეხლაზეს ფურცლებით და უკვე ჩამოწერილი აქვს როგორი გატეხილი ყურები და ბრუტალური იმიჯი. სალომე, დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა რომ დღეს შენიყავით ჩვენ აერონ პოდკასტის სტუმარი. გამიხარდა რომ მომიწვიეთ თქვენ და პირველი სტუმარი რო ვარ. მადლობა თქვენ